რუბენ ამორიმი ამ ყველაფერს ვერ გამკლავდებოდა ამდენ წნეხს, ისედაც მეტალურად აშკარად არ არის, ანუ ჯანმრთელობის არ ვიძახი, ვიძახი რომ არ აქვს ის დისციპლინა რაც ჟოზე მოურინიოს აქვს. რაც სერვერს ვერმისოას პირველ სეზონში ეგ არ ქონდა, პირველ სეზონში იყო. ძალიან, მოდი შევთანხმდით. პირველ სეზონში ძალიან გულწრფელი. ხო, მაგრამ მოდი შევთანხმდით, რომ სტრელს ეგ უნდა ქონდეს პირველი. კი, პრემიერ ლიგაში და მანჩესტერში შემოდი. მოდი ჩამოთვალოთ დიდი ცვლილები. კარლო ანჩელოტი, რა ვიცი, ისეთი მენტალობის კაცი, რა ვიცი, უემოციო, წარსათამაშებს და რა ვიცი, ძალიან ესე თქვა სტაბილური კაცი, ძალიან ყარად დგას, ფერგისონზე არ ვაპარაკობ, ჟოზე მაურინიოს მენტალობაზე. ყველამ ვიცით, პეპ გვარდიოლა და ანუ რუბენ ამორი ჩემი აზრით, ყველგან გაუჭირდება თუ ეს თავისი მენტალობის თითქოს ნახე, ჩვენ მწვრთნელი ვჭირდება, რომელიც ჩვენი გუნდის მენტალურ მდგომარეობაზე მინიმუმ 5 თავით მაღლა იდგება თავის მენტალური მდგომარეობით და მწვრთნელი მოვიდა, რომელიც მენტალური მდგომარეობით ჩვენი გუნდის ზონეზე იყო და მას უნდოდა რომ თავისი მენტალობა ჩვენს გუნდთან ერთად გაიზარდა და თითქოს ერთად უნდა გაზრდილიყო გუნდი და მწვრთნელი.